კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტაივანში, აზიაში, სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში. ამ ადგილზე ხშირად ამბობენ, რომ შეიძლება მესამე მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდეს, ამიტომ გავამყევით და ერთად გავიგოთ, როგორ ცხოვრობენ ტაივანელები. ცნობისთვის, 2026 წელი ჩემთვის გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში დაიწყო. ქვეყანაში, რომელსაც ბევრი არც აღიარებს სახელმწიფოდ და რომლის საერთაშორისო სტატუსით სადაოა. თუმცა ერთი რამ უდაოა, ეს არის ადგილი, რომელიც დღევანდელ ხელოვნური ინტელექტის გლობალურ რბოლაში შეუცვლელ როლს ასრულებს. ტაივანი ისტორიულად ხან იაპონიის, ხან ჩინეთის გავლენის ქვეშ იყო. ამიტომ მათი გავლენა იგრძნობა ყველგან არქიტექტურაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, საკვებში, განსაკუთრებით კი 2/28, ანუ 28 თებერვლის ინციდენტის მემორიალურ პარკში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა იაპონიის მმართველობა დასრულდა და ტაივანი ჩინეთის ქვეშ აღმოჩნდა, ხლეობა კორუფციის, ეკონომიკური კრიზისისა და რეპრესიების გამო აჯანყდა. 1947 წელს კი რეჟიმმა ეს აჯანყება სასტიკად ჩაახშო, რასაც ათასობით ადამიანი შეეწირა 28 თებერვალს. ამ მოვლენას დიდი როლი აქვს ტაივანური ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში, თუმცა ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ ჩვენი გიდი მას მხოლოდ ინციდენტად მოიხსენიებდა და არ იყენებდა უფრო ძლიერ ტერმინს. აქედან ტაივანის ისტორიის გაცნობა ტაიპეის თავისუფლების მოედანზე გავაგრძელე, სადაც კლასიკური ჩინური იმპერიული სტილის არქიტექტურა დამხვდა. მოპირდაპირე მხარეს ჩანკაიშის მემორიალია, აქეთ იქიდან კი ეროვნული თეატრი და საკონცერტო დარბაზი. ჩანკაიშის მემორიალი მისი პარტიის ფერებში ლურსსა და თეთრშია გადაწყვეტილი, რომელიც ტაივანს 50 წელზე მეტი უწყვეტად მართავდა. ჩემთვის თვალში მოსახვედრი იყო ამ მემორიალის მსგავსება აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან ვაშინგტონში. გარედან კიბეები, შიგნიდან კი მჯდომარე ლიდერის ქანდაკება. დაახლოებით იგივე ზომის სივრცეში. აქ ყოველ საათში ჯარისკაცები იცვლებიან. ეს არის პერფორმანსი, რომელიც ტაივანის სამხედრო ძალის, დისციპლინისა და სახელმწიფოებრივი უწყვეტობის დემონსტრირებას ემსახურება. ჩანკაიში, მიუხედავად მისი ავტორიტარული რეჟიმისა, ტაივანში უმნიშვნელოვანესი ფიგურაა, რადგან სწორედ ის და მისი მიმდევრები გადმოსახლდნენ ამ კუნძულზე მას შემდეგ, რაც ჩინეთში კომუნისტური რეჟიმი დამყარდა. ამიტომაც არის ტაივანის ოფიციალური სახელი ჩინეთის რესპუბლიკა. დღეს ტაივანი აზიაში ერთ-ერთი წარმატებული მაღალშემოსავლიანი დემოკრატიაა, მდიდარი კულტურით, მსოფლიოს მოწინავე ნახევარგამტარების წარმოებით და ჩინეთთან დაძაბული ურთიერთობებით, რაც მას დიდ გეოპოლიტიკურ სიღრმეს ანიჭებს. თუმცა ამ საკითხებზე შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით, ამიტომ გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგჩეთ სიახლეები. მე ვარ ქეთევან ჭინჭარაძე, ეს კი დამოუკიდებელი ანალიტიკური ინიციატივა ცნობისთვის და რუბრიკა ცნობის მიღმა.